ბებო, ახალგაზრდობის წლები გენატრებათ? ხო, მენატრება. შენ ქმარი გავს? არა, არ მყავს ბებო ქმარი. ეს 90 წლის ბუცა ბებოა. ამას აქ ისე მიაღწია, რომ სამწუხაროდ მისი მთავარი ოცნება ვერ ასრულდა. მას არ ჩვილები ჰყავს და არ შვილები. ცხოვრებისგან დაღლილ საბრალო მოხუც ლოგინიდან წამოდგომა აღარ შეუძლია. სიტყვების წარმოთქმის ძალას კი აღარ შესწევს. საბრალო ბებო ჟანგიან საწოლს არის მიჯაჭული და ძვლების ტკივა. დაზიანებული სახურავიდან ჩამოსული წვიმის წვეთები ასვერებს 90 წლის მოხუც. სიბერისგან დამჭკნარ ხელებში კი ძალა გამოეცალა. დარცხვენილმა მოხუცმა ფონდის კორესპონდენტს გაანდო, რომ ხორციანი საჭმელი ენატრება. ხორცი ენატრება ძროხის ხორცი. დიდი ხანია ბებო, რაც ხორცი არ გიჭამიათ? ეული ხანია, მიგამიჯეთელის. მე მარტო ხელა ვარ. საბრალო მოხუცი სიზმრებში თავის ახალგაზრდობას ხედავს, როდესაც შითის კაბა ეცვა და მინდვრის ყვავილებით გვირგვინს აკეთებდა. გაზაფხულობით გაფოთქილი ტყემლის და ნუშისუნს ახლაც კი გრძნობს საბრალო მოხუცი. სამწუხაროდ ნელ-ნელა ჩაესვენა ბუცა ბებოს მზე. იქნებ ხვალინდელი დილა აღარც კი გათენდეს 90 წლის მოხუცისთვის. ნუ თუ ჩვენ საკუთარ თავს ვაპატიებთ, რომ საბრალო ბებო მისე დატოვოს ეს სამყარო, რომ მისი უკანასკნელი სურვილი არ ავასრულოთ. ნუ თუ ჩვენ დავინანებთ ხორციან საჭმელს საბრალო მოხუცისთვის. მთელი საქართველო თუ გავერთიანდებით, სახურავის შეკეთებასაც შევძლებთ. არც ერთი მოხუცი იმსახურებს, რომ სიბერისგან დამჭკნარ მის კეთილსახეს წვიმა ასვერებდეს ლოგინში. ჩვენც დავბერდებით. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.